სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და ჩვენ მალე დავამთავრებთ 77 ნაწილს, რომელიც 2021 წლის 31 ოქტომბერს COVID-ის პანდემიის დროს იქნა ჩაწერილი. ჩვენი კითხვა ძალიან საინტერესოა, ძალიან პრაქტიკული და ეს ქრისტიანი, რა ვიცი, წყვილებს, ქორწინებას ყველას ეხება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მithumetes დღეს, როცა ძალიან ადვილი ადამიანები ეყრებიან, გააყარა, შეყარა და ქრისტიანი სხვანაირად უყურებს ამ ყველა საკითხს, რამე თუ ის ბიბლიდან არის აღძრული, ქრისტიანული რწმენიდან არის აღძრული და ის ძალიან ფრთხილად უდგება ამ საკითხებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში ეს არის დაქორწინება, არ დაქორწინება და მე დაქორწინების შემდეგ პასუხისმგებლობის აღება. შვილებიც რომ არ იყოს ამ ურთიერთობაში ისე. და ჯონ მაკარტური ყოველთვის ამას ძალიან შესანიშნავად და ძალიან პროფესიონალურად იძლევა ხოლმე ამ რჩევებს ამასთან დაკავშირებით. აი მოდით მოვუსვინოთ ახლა რა რჩევას მისცემთ იმ წყვილს, ვისთანაც სიამაყემ, რისხვამ და ღალატმა დააზიანა ურთიერთობა. მე ხშირად ვამოკლებ ხოლმე კომპაქტურს ხდის სათაურს, რამე თუ ვერ ეტევა სათაური იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მე მინდა ჩავტიო, YouTube იქნება ეს თუ Facebook-ზე. მაგრამ ამიტომ მოусვინოთ თვითონ კითხვის დამსვლელს, რომელიც უფრო ფართო კითხვას იძლევა, მაგალითად ურთიერთობა ის ქორწინებასაც გულისხმობს. ურთიერთობაში ან ქორწინებაში, ესე იგი ან დაქორწინებამდე, სანამდე წყვილები აპირებენ დაქორწინებას, ან დაქორწინებულებსაც ორივეს გულისხმობს და ორივეს გაცემს ჯონ მაკარტური პასუხს. და ყოველთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ამის მოსმენა. მოგესალმებით, გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე ჯარედი მქვია. გამარჯობა ჯარედ, ეს წმინდა ინგლისური სახელია ჯარედი. და ჯარედი კითხულობს ამას. მე მინდოდა მეკითხა მოკლე კითხვა, ვიცი რომ თითქმის დავასრულეთ დღევანდელი დღე, მაგრამ მაინც პასტორ ჯონ, რა რჩევას მისცემთ გაშორებულ წყვილს შერიგებისათვის, ან გაბრაზებულ წანაჩხუბარ წყვილს, ბროკენ ესე არის, მაგრამ გატეხილს ხოვო ვერ თქვი გაბზარული ურთიერთობას. როდესაც ცოდვა როგორც სიამაყე, რისხვა და ღალატი აზიანებს მათ ურთიერთობას ან ქორწინებას. ეს არის ჯარედის შეკითხვა და ჯონ მაკარტური. ცოდვის მხოლოდ ერთადერთი წამალი არსებობს. ეს არის მონანიება და აღსარება. და შემდეგ რა თქმა უნდა, მიტევება და პატიება. და მე ფიქრობ, რომ თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი და საკმარისად გულწრფელი, რომ ისაუბროთ ყველაფერზე, რაც არასწორი ამ ურთიერთობაში. თუ ეს ქორწინება, თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რათა შეძლოთ მისი შენარჩუნება და გადაარჩინოთ ეს ქორწინება. თუ ეს არ არის ქორწინება, თუ ეს არის ადამიანი, ვისაც დაქორწინებაზე ფიქრობდით, ყველაფერი ცუდად მიდის, მე ჩვეულებრივ ურჩევ ასეთ ადამიანებს, რომ შესვენება აიღონ ტაიმ-აუტი, პაუზა, დაშორდნენ ერთმანეთს და ნახონ, შეუძლიათ თუ არა ცალ-ცალკე ცხოვრება ერთმანეთის გარეშე. რადგან ეს არ არის ქორწინების დასაწყების შესანიშნავი გზა და შეიძლება ეს იყოს ნიშანი, რომ ეს ქორწინება დაგეგმილი მომავალი შეიძლება არ იყოს სწორი. ქორწინება დაიმახსოვრეთ, რომ არავის არ ცვლის. უბრალოდ ქორწინება აკეთებს კრისტალიზებას, უბრალოდ მუდმივ ხდის იმას, რაც თქვენ ხართ. ასე რომ რაც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობის სისუსტეები, როდესაც ხვდებით ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, სანამ დაქორწინებით, მაგალითად მოგევიდეთ გაუგებრობა. თქვენ შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ და ამ ადამიანისგან შორს იყოთ. მაგრამ თუ დაქორწინებული ხართ, თქვენ ვეღარსად ვეღარ წახვალთ. ხედავთ? ასე რომ ქორწინება არაფერს არ შეცვლის. ის მუდმივობაში გადაიზრდება იმაში, თუ ვინც ხართ, ერთიც და მეორეც. ამიტომ თქვენ უნდა შეხედოთ თქვენს გულს, თქვენ ცხოვრებას და იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისთანაც ხართ და გესმოდეთ, რომ წლებიც კი, აი ბევრი წლებიც რო გავიდეს, ნაკლებად სავარაუდოა. მიხოთ იმისა, რომ ღმერთი განწმენდის საქმეს აკეთებს, ხო? და ქრისტიანებზე ლაპარაკი მორწმუნეებზე. ადამიანის პიროვნება მკვეთრად მაინც არ იცვლება. მკვეთრად ვერ შეცვლის. ასე რომ ქორწინებაში ყველაზე მეტად თქვენ ისეთი ადამიანი გსურთ თქვენს გვერდზე, რომ არა გარეგნობით იყოს ის გამორჩეული, არამედ მისი ხასიათი იყოს თქვენთვის მიმზიდველი, რომელიც თქვენ მთელი ცხოვრება გვერდზე გეყოლებათ და ეს გაგრძელდება მუდმივად. და თუ ამას ვერ ხედავთ იმ მეორე მხარეში, მაშინ შეიძლება რომ დაფიქრდეთ და უკან დაიხიოთ ამ ურთიერთობის გასაგრძელებლად და გადააფასოთ თქვენი გეგმები ქორწინებასთან დაკავშირებით. კარგით? გმადლობთ პასტორ ჯონ და მადლობა მოსვენისათვის.